Torqipyan JOK-ის თავმჯდომარე ჩვენი გადაცემის სტუმარი მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საკმაოდ მძიმე გამოხმაურებები მოჰყვა კოლეგა ოპოზიციონერების მხრიდან გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, სხვათა შორის დღეს დილამდე ფაქტობრივად არ იყო დაზუსტებით ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, ანუ მივიდოდა თუ არა გახარია გამოკითხვაზე, მეტიც დაანონსებულის კი ჰქონდათ პარტიაში მათ, რომ დღეს ბრიფინგს გამართავდნენ და ეს პარალელებიც კეთდებოდა, რომ ანუ სწორედ იმ დროს იყო ბრიფინგი ჩანიშნული, რა დროსაც საგამოძიებო კომისიაზე ელოდებოდნენ, მაგრამ გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება და საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდა. ვიდრე გამოხმაურებებს შევეხებით, თვითონ თავად ასე ახსნა, რომ ეს კომისია და მისი სხდომები გამოიყენება როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ბერკეტი მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად და ამისთვის არის მისული იქ, რომ მეტი სიცხადე შეიტანოს მათ შორის მასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებში. აი თქვენ როგორ შეაფასებთ? თუ აქამდე გახარიასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გქონდათ, მიგაჩნიათ, რომ დღევანდელი გამოკითხვის ფარგლებში ყველა ეს შეკითხვა გახარიას მისამართით ამოწურულია? Გაბატონოება, პირველივე კითხვაზე ჩამჭერით არ მსმენია. არ თქვენ მოგონი ის იშვიათი გამონაკრისი ხართ, ვისაც არ მომსმენია? არ მომისმენია, იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, დატვირთული დღე მქონდა. როგორც ვიცი, მონათხრობიდან კარგი შოუ, საინტერესო შოუ იყო. ზოგადად, თუმცა გეთანხმებით, რომ ეხლა ერთი არის ბატონი გიორგის ზოგადად ისეთი განცალკევებული მოქმედება სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომელიც ყოველთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს უკავშირდება, მაგრამ მეორე არის ალბათ ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საინფორმაციო ომზე ქვეყნის შიგნით, ალბათ შეძლებს დაგვარა, თუ ეს თანხმობაში არის ზოგად საერთო ტაქტიკასთან და სტრატეგიასთან, ყველა ასეთ საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული, რომ შენი სიმართლე გაიტანო, შენი ისტორია მოყვე დამაჯერებლად და არა მარტო შენი ამომრჩევლები დააჯერო, არამედ სხვა ბანაკიდან ამომრჩევლები შენსკენ გადმოიბირო. ალბათ ამ მხრივ ტაქტიკურად სწორი არის, მაგრამ ანუ პოლიტიკური თვალსაზრისით სწორი სვლა იყო, რომელიც გათვლილია სწორედ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლს და შესაძლებელია გარკვეული ტიპის ამომრჩევლის თვალში გიორგი გახარიამ დღეს პოზიტიური ქულებით ჩაიწერა? კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მისმენი, არ ვიცი თავი როგორ გაართვა, მაგრამ რომ ძალიან რთული ახლა როგორც გადაწყვეტეს და ხო ეს დაახლოებით როგორი შედარება შემიძლია იცით გავაკეთო, როდესაც აი სხვათა შორის ახლა ისე არ ჩამითვალოთ კათინაურში, აი თქვენი ტელევიზია მართლაც დაბალანსებულია სხვა არხებს შორის, მაგრამ აი ყველა ტელევიზიას თავისი კონტინგენტი რო ყავს და თავისი აუდიტორია. არადა ამ სატელევიზიო სივრცის გახსნა და როცა სპიკერები მიდიან ერთი მეორესთან, ოპოზიციური დაპირისპირებული ბანაკებიდან, ეს ჩემი აზრით უფრო ეფექტიანი არის. მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიცია მიდის იმედში, თუმცა მართალი იმედი მომდა გაუხსნას კარი. და თქვა ხელისუფლება მიდის, თქვა თავარ არხზე, უფრო სწორედ თავარი არხი დღეს ხო TV პირველზე და ასე შემდეგ. ესეთი საუბარი ალბათ უფრო პროდუქტიული. თუ ცუდი ანალოგია არის, მაგრამ ასე შემიძლია ალბათ თქვა, რომ აი გახარიას მისვლა დღეს კომისიის ხდომაზე ალბათ ასეთი ეფექტის მოხდენას უდრიდა. იმ პირობით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს იყო თანხმედრი ზოგად ოპოზიციური ბანაკის მიდგომასთან და აქაც ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა შეფასებები, აი ესე მაგალითად სანამ ეთერში შემოვიდოდი, მე მოვისმინე ლელოს ლიდერის შეფასება და თუ ბატონმა გიორგიმ გაართვა თავი და ეხლა რამდენად გაართვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ლელოს ლიდერის შეფასებას იმას თუ როგორ შეიძლება ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე იქონიოს გავლენა გახარიას ამ გადაწყვეტილებამ, ამას ცოტა მოგვიანებით, მე ხა ძალიან გამიჭირდება, მაგალითად თითქმის სრულად ვუსმინი, აი ბოლოს უკვე იძულებული ვიყავი სამსახურში გამოსვლამდე გამეთიშა ლაივი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იმასაც მივადევნე თვალი ბოლო წუთებს. რთულია ხა 5-6 საათი ესეთი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართული საუბარი ორი სიტყვით გადმოგცეთ, მაგრამ თუ შეიძლება ორი სიტყვით, ასე ვთქვათ, ორ სიტყვა ორ წინადადებამდე შეამცირო გახარიას პასუხები, შეიძლება ასე გამოიხატოს და ასე ითქვას, რომ ყველა გზა მოკლედ მიდიოდა ბიძინა ივანიშვილამდე. ანუ მაშინ როდესაც გახარიამ დაინახა, რომ მელიას დაკავების პროცესშიც ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, მან როგორც პრემიერმა თავი იგრძნო შეურაცხყოფილად და ამის გამო გადადგა, თორემ რასაც უნდოდა მელიას დაკავება, უნდა რაღაცა სხვა მეთოდები და სხვათა შორის აი ამბობს, რომ სწორედ მისი გადადგომის
პერიოდში 2021 წლის 19 თებერვალს რაღაცნაირად გაავლო პარალელები 20 ივნისთან დაკავშირებით, რომ იქაც შეიძლებოდა აი ამ უჩინარი კაცის, ანუ ბიძინა ივანიშვილის ხელი ერია, იმიტომ რომ თავად როგორც ამბობს, არ გაუწია ბრძანება რეზინის ტყუების გამოყენებისა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც გასცა სხვა სპეცსაშუალებების გამოყენების განკარგულება. ანუ ყველა გზა მიდის ბიძინა ივანიშვილამდე. თქვენც გქონიათ ამ ადამიანთან ურთიერთობა, ანუ ფიქრობთ, რომ მართალს ამბობს გახარია თუ მოვუსმენთ დაუშვათ სახელმწიფო პოზიციებს და შემდეგ უკვე გახარიას აი ამ ერთგვარ აღიარებით ჩვენებას სიმართლე სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ესე მართლაც ტევადად და ლაკონურად გადმოეცით 5-6 საათიანი საუბარი, თქვენ მე დამიზოგეთ 5-6 საათი ჩემი დროის ხვალინდელი დღის. თუ ეს პრინციპი იქნა გატარებული, უცბად გეტყვით, ამ პრინციპს არაფერი, ამ ლოგიკას არაფერი დაეწუნება ახლა, როდესაც ჩვენ საუბრობთ მართვის სისტემაზე საქართველოში, რომელიც ამდენად პერსონიფიცირებული არის და რა თქმა უნდა ბატონი ივანიშვილის ფაქტორს ის სისტემა მნიშვნელოვნად ეფუძნება. მე მაგ ლოგიკაში, უბრალოდ ასეთ მიდგომაში ვერ შევედავებოდი, რა თქმა უნდა. თუ ეს იყო გატარებული, ეს ხაზი იყო გატარებული, ძალიან რთული არის წარმოვიდგინოთ, რომ ისე იმდენად მასშტაბური მოვლენა არის ის მოწმენი ჩვენ გავხდით და ეს რეალურად იყო ძალიან დრამატული მოვლენა და სამართლის ზღვარს გადააბიჭა კიდევაც. ამ ხრივ რომ ბატონ ივანიშვილს შემხებლობა არ ქონოდა მე ახლა არ ვამბობ ზუსტად კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან, იქ ახლა მე არ ამგონია რომ იქ ახლა რეზინის თვისა და იმისა და ამაში დეტალებში ჩარეულიყო, მაგრამ ალბათ ზოგადი მიდგომა შეთანხმებული იყო, ალბათ ჩემი დაშვება ასეთი არის. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იქ იყო, რა თქმა უნდა, აქცენტები გაკეთებული კომისიის წევრების მხრიდან, რომ ვინაიდან და რადგან თვითონ გახარიას არ ქონდა ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილება, კითხა თუ არა ვინმეს რჩევა აი ამ აქციის დაშლის მეთოდების მართვასთან, მენეჯმენტთან დაკავშირებით და მოკლედ ასე შემდეგ. საოპერაციო ტაქტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ახლა ნებისმიერი ოპერაცია იგეგმება შესაბამისი პირების მიერ, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ არაიცის გვითქვამს თქვენი ეთერით, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დღეს წარმოადგენენ ნომინალურ სტრუქტურებს და დღეს ალბათ იმაზე მეტად ვიდრე მაშინ, როცა ეს მოვლენები ვითარდებოდა, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ ქართულ ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ხარისხის ავტონომიურობით სარგებლობდნენ და ჩვენ წინა ეთერშიც კიდევაც ვთქვით, რომ ეს ავტონომიურობა ნულდება ჩვენ თვალწინ. მაგრამ ის რომ ზოგადი ხაზი, ზოგადი მიდგომა, ზოგადი ხელწერა, რა თქმა უნდა, განპირობებული იყო და არის დღეს უკვე 10 მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიერ, ეხლა ეს რომ მე მივიწერო, რომ რაღაც აღმოჩენა გავაკეთე, რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილო ხდება. ხო, ეხლა რა შეეხება გამოხმაურებებს, იმიტომ რომ ბუნებრივია ისმის შეკითხვა, როგორ გაგრძელდება ეს არ შემდგარი ერთობა და დღეს რაღაცა კოორდინაციად წოდებული ოპოზიციური, რა ვიცი, თანამშრომლობის ფორმატი ხვალდაზე, იმიტომ რომ ძალიან მძიმე განცხადებები მოვისმინეთ გიორგი გახარიას მისამართით, მაგალითად თინა ბოკოჩავა ამბობს, რომ ქოცი უდრის ნაც კი არა, ქოცი უდრის ქოც. ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე და როგორც მაშინდელი დეპუტატი ყვება მოკლედ პარლამენტის მაშინდელ კულუარებს, რომ აი ეს გიორგი გახარია რაღაცა გადარეული, გაუწონასწორებელი, შეიძლება ასე ითქვას, დარბოდა შეშლილი თვალებით დარბოდა პარლამენტის კორიდორებში რუსთაველზე დარბევა რომ დაიწყო. რატომ? იმიტომ რომ სუპერძალოვან მინისტრს გადაახტნენ, არაფრად ჩააგდეს, თუმცა საკუთარი თავის გადასარჩენა და იმიტომ რომ მისი ყალბის იყეყიჩის მიღმა იმალება საკმაოდ გაუბედავი კაცი, მან ეს არ თქვა და მოიპოვა პრემიერად დაწინაურება. მოკლედ მძიმე კომენტარები გვესმის და მამუკა ხაზარაძესაც წავიკითხავ და შემდეგ უკვე შეკითხვასაც დავსვო. მამუკა ხაზარაძე ადამიანის მიმართ, ვისთანაც მზად იყო პოლიტიკური კოალიცია შეეკრა, ამბობს, რომ ის როცა ფარსში მონაწილეობ, ფარსის ნაწილი ხარ, წერტილი. დიახ, ეს ყველაფერი ეხლა დეტალები არის. ერთ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან თემას მინდა ყურადღება მივაქციო თქვენი ეთერის მეშვეობით. სხვაშიც ფიქრობდი ეს საკითხი გამოხმოვანებინა თუ არა და მაინც ალბათ ასე მირჩევნია მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება
ძალიან ის ვთქვათ არაპოპულარული თემა იყოს, აი ტერმინები ქოცი, ნაცი, ქოცი, ნაცი. ზოგადად ძალიან მეხამუშება ასეთი მიდგომა და ამ ტერმინმა ნაცმა როგორი გაქანება პოვა ხო კოლექტიური ნაცი და ასე შემდეგ. ახლა ძალიან ცუდი პარალელი მინდა გავავლო, მაგრამ 30-იანი წლების წინა საუკუნის 30-იან წლებში ფაშისტურ გერმანიაში შემოვიდა ასეთი ტერმინი ჯუდე, ებრაელი. როდესაც ეს აპრიორში ნიშნავდა ადამიანს, რომელიც ხო ნეგატიური კონოტაციით იყო და მოინიშნებოდა ექვსქიმიანი ვარსკვლავით და მათი საკუთრებაც კიდევ შესაბამისად. რაც მომენტში კიდევ ერთხელ მოვიდა ძალიან უხეში პარალელი არის, მაგრამ ასეთი თარგის დამკვიდრება, ნაცი და ასეთი კულტურის შემოღება და ამით წინაპირობის შექმნა, რომ მერე ნაცის საპირწონეთ შეიქმნას უკვე ახალი ტერმინი ქოცი და შეიქმნა კიდევაც. ჩემი აზრით ეს არის სწორედ ქართული პოლიტიკური აზრის უსკულისკენ გაქანება და ჩვენ ახან მაინც ჩვენი ეთერების მეშვეობით გვაქვს პრეტენზია, რომ არც თუ დასრულმანდეთ და გარკვეულ სტანდარტებზე ვისაუბროთ და სტანდარტების დამკვიდრება ქართულ მედია სივრცეშიც მათ შორის საკმაოდ არაპოპულარული რამ არის. კიდევ ერთხელ მინდა შეძლების დაგვაროთ ორივე მხარეს მოუწოდო რა, რომ ასეთი კატეგორიებით მსჯელობას და ოპერირებას მოვერიდოთ. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ამ განცხადებიდან მკაფიოდ ჩანს ის დამოკიდებულება, რომელსაც დღიდან უკვე დაუფარავად, რასაც სხვათა შორის ვთხოვდი ხოლმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომ გულახდილები და გულწრფელები ყოფილიყვნენ ჩემი ეთერის საშუალებით პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველთან და ხალხთან, ალბათ დღეიდან აღარ მოერიდებიან, მოკლედ ღიად კრიტიკას საკუთარი კოლეგებისა, იმის გამო თუ მათთვის მიუღებელი იქნება ერთი ან მეორე რომელიმე პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება. ხაზარაძე ასეთ სიტყვებს არ იყენებს, ასე ვთქვათ, კნინობით, თუ დამამცირებელს, უფრო დამამცირებელია ვიდრე კნინობითი. ფარსში არ მონაწილეობ, ფარსში როცა მონაწილეობ, ფარსის ნაწილი ხარ. ოცნების ამ ფარსში კომისიაში მონაწილეობა არის ოცნების გაправება და წერტილიო. აი ფიქრობთ, რომ ეს განცხადებები, ეს რეაქცია, რომელიც მოყვა გახარიას კომისიაზე მისვლას, აუცილებლად იქონიებს გავლენას პირველ რიგში აი იმ წინააღმდეგობის პლატფორმაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ 31 მარტს შექმნა სალომე ზურაბიშვილმა ყოველ შემთხვევაში დაგვიანონსა. კი არა და წარადგინა. შეიძლება იქონიოს ჩვენ ხო მოწმენი ვართ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არც თუ მარტივი ურთიერთობებისა. ამდენად ალბათ შეიძლება თქვათ ამ დღევანდელ ფაქტმა ეს ურთიერთობა უფრო მეტად დაამძიმოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ჩემი დამოკიდებულება თქვენ საინფორმაციო ომი ახსენეთ. ან გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ერთიანი ყველასათვის, ან არც ერთ სუბიექტს საგამონაკლისო წესით არ უნდა აერჩია თავისი გზა. ეს არის თუ შეთანხმება იყო, მე მოვისმინე სხვადასხვა განცხადებები, რომ პლატფორმის ფარგლებში შეთანხმება იყო. შეთანხმება იყო, რომ თავი დავანებოთ, ან თქვენ ზუსტად გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ არც ერთი სუბიექტი არ მიიღებდა მონაწილეობას და კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა არც ბატონი გიორგის მისამართით იმაზე მეტი კრიტიკა, ვიდრე ეს დასაშვები არის ამ საღამოს, მაგრამ თუ ასეთი იყო საერთო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შემდეგი განვითარება მისი პარტიის მხრიდან, მაშინ გაუგებარი არის, რა თქმა უნდა. მაგრამ აი მე თუ მკითხავთ ზოგადად ოპოზიციური პარტიების მხრიდან მისვლა აჯობებდა თლიანობაში თუ არ მისვლა, მე სასახად აზრი მაგის ამ საკითხის თაობაზე არ მაქვს, იმიტომ რომ მე მაინც ვთვლი, რომ აი ამ საინფორმაციო ომი კიდევ ერთხელ რომ გამოვიყენოთ ჩვენ ეს ტერმინი და მე ამას უფრო მძიმე დატვირთვაც მივეცი, როდესაც ვთქვი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქართული ოცნების სახით ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საკუთარი ამორჩევლის მიმართ შესაბამის ეს თქვა აზრის ფორმირების მიზნით. აი ამ კუთხით მე მაინც უფრო ჩართულობის მომხრე ვარ, უფრო ინკლუზიურობის მომხრე ვარ და მე პირადად იმის მომხრე ვიქნებოდი, რომ ყოველი ასეთი რესურსი და საშუალება იქნეს გამოყენებული საინფორმაციო ველზე უპირატესობის მოსაპოვებლად, მაგრამ
ლავ დათქმა რომ გავაკეთოთ, ეს უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება და არა საგამოწმებელი. არ ვიცი, ზოგადად საინფორმაციო ველად შეიძლება თუ არა ახმული იყოს საპარლამენტო მუშაობა, იმიტომ რომ დღეს თეა წულუკიანმა არაერთხელ შეახსენა გიორგი გახარიას ვადა, ანუ მაისი და გამოთქვა იმედი, მოკლედ რომ ელოდებიან ისინი მაისისთვის გახარიას პარტიას, რომელიც გამოიყენებს მანდატებს, რომლებიც სხვა პარტიებისგან განსხვავებით არ არის გაუქმებული. საპასუხოდ გახარიამ უპასუხა, რომ მას სმენია ჭორად, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები რაღაცნაირად ცდილობენ თუ სურთ, არ ვიცი რა მექანიზმები არსებობს, აქვე ვიტყვი რა სამართლებრივი შესაძლებლობები არსებობს, უკვე გაუქმებული მანდატების აღდგენა. აი ფიქრობთ, რომ არის ყველა გარკვეული წინაპირობები პოლიტიკურ პროცესში იმისა, რომ მოვლენები სწორედ ამ გზით განვითარდეს, ანუ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი აღმოჩნდეს პარლამენტში. ვერაფერს ვერ გამოურიცხავ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც ყოველთვის გვპირდება ჩვენ მოულოდნელობებს. ესე იგი, ერთი რამ განსხვავება მაინც ძალიან დიდი არის პარლამენტში შესვლასა და კომისიის მუშაობაზე გამოცხადებას შორის ძალიან დიდი განსხვავება არის, ეს მაინც ორი განსხვავებული მოვლენა და ფენომენი არის, მაგრამ ის განცხადება, რომელიც ბატონმა გიორგიმ გააკეთა ახლა, რომლის ციტირება თქვენ მოახდინეთ, მე ფიქრობ, რომ მან აუცილებლად უნდა განმარტოს და განავრცელოს ეს განცხადება რა ქონდა მხედველობაში, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმე განცხადება არის, ძალიან მძიმე შეფასება არის და ესე წესით არ უნდა დასრულდეს, რომ აი მოისრულა, ითქვა და ამით დავასრულეთ. აუცილებლად ამას განმარტებები უნდა მოყვეს, რა ქონდა მხედველობაში, ვინ ყავდა კონკრეტულად და ქართველმა ამორჩეველმა, მათ შორის წინააღმდეგობის მოძრაობამ ყველა კითხვაზე პასუხი უნდა მიიღოს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ალბათ უპრიანი იქნება სალომე ზურაბიშვილმა როგორც ავტორმა იმ განცხადებისა, რომელიც გულისხმობდა შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე არც ერთი პოლიტიკური ძალა არ მივიდოდა და კომისიის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა, ალბათ მანაც უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტება, რა მოხდა, იყო თუ არა გახარია ამ შეთანხმების ნაწილი, თუ იყო ამ შეთანხმების ნაწილი, ანუ იცოდა თუ არა მან წინასწარ, რომ გახარია აპირებდა ამ შეთანხმების დარღვევას. რა თქმა უნდა, მეც გეთანხმებით და იმავე აზრის ვარ, რომ ქალბატონმა სალომემ უნდა განმარტოს და ეს განმარტება იქნება არა განხეთქილების დათესვის მიზნით, არამედ სიცხადის შეტანის მიზნით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის. კი ბატონო, და აი ამ სკანდალური, ასე ვთქვათ, დღევანდელი სხდომის ფონზე არ მინდა რომ გამოგრჩეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, სიგნალები, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციიდან, ამ შემთხვევაში გულისხმობ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა, ხო, ეს კაცი თუ არ ვცდები, მიხაილ გალუზინი, რომელმაც თქვა, რომ მზად ვარ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინო და თუ არ ვცდები, დღის ბოლოსთვის იყო ლავროვის განცხადებაც იგივე პათოსით და ამაზე პაპუაშვილის რეაქცია, რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, საქართველოს რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი დგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს შეუძლია ძალიან მარტივად ეს ბარიერები მოხსნას. აი, საით მივყავართ ზოგადად ასეთი ტიპის არათუ საუბრებს, არამედ განცხადებებს მხარეების მიმართ გაკეთებულს. დარწმუნებით ვერაფერს ვერ გეტყვით, ვეთანხმები ბატონი პაპუაშვილის განცხადებას და არ მინდა საკუთარ თავს უღალატო ობიექტურობაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ქვეყანასთან, რომელიც აგზელებს შენი ტერიტორიების ოკუპაციას, არის წარმოუდგენელი. ამიტომ ეს განცხადება აბსოლუტურად სწორი და ადეკვატური არის მისი მხრიდან. მაგრამ ამ განცხადების მიღმა ჩვენ ზოგადად სიგნალებს ვიღებთ არა მარტო რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არამედ ჩვენი უშუალო სამეზობლოს მხრიდან და ეს უშუალო სამეზობლოს მხრიდან ახლა ჩვენ გავიხსენოთ ბატონი ალიევის წინაკვირის განცხადება, რომლის უნებლიე ინიციატორი მე აღმოჩნდი. ესე იგი, ის რომ ჩვენს ირგვლივ ყალიბდება საკმაოდ არა ორაზროვანი ვითარება ქვეყნის უფრო მეტი ჩათრევის თუ ჩაყოლიების შიდა ევრაზიულ პროცესში, ეს ჩემთვის ცხადზე ცხადი არის. სხვადასხვა პლატფორმები, რომლებში გაწევრიანებისაკენ ჩვენ დღეს მოგვიწოდებენ ჩვენი მეზობლები, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მოკავშირეები, არის სწორედ ამის მანიშნებელი და
რამდენად შეიძლება ევრაზიულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირებამ, შემდეგ საფეხურად გადაგვიყვანოს ჩვენ რუსეთთან სხვა სახის ურთიერთობებზე, თუმდაც აი ამ პირობის უგულებელყოფის მიზნით, რომელიც დღეს ვიმეორებ, აბსოლუტურად ლოგიკურად, სწორად და პირნათლად დასახელდა, ეხლა ეს სპეკულაციის საგანი არის და რა თქმა უნდა, ამის უფლებას მე ჩემთავს ვერ მიცემ, მაგრამ ის გარე სარტყელი, რომელიც ქვეყნის შიგნით არის და არა მარტო უშუალო სამეზობლოში, არამედ ზოგადად, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს იმას, რომ ჩვენ დღეს დამაჯერებლად ვისაუბროთ ქვეყნის განორმალურების პროცესზე. საერთოდ წარმოდგენა რჩება, მე ერთი თქვა წინადადებით შემოვიფარგლები მხოლოდ რომ დღეს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები არის არა მარტო ქართული პოლიტიკური სუბიექტებისა და აქტორების გამოისობით, არამედ ძალიან მსუყეთ, ძალიან თვალსაჩინო, ძალიან ხილულად ამ პროცესებში ურევია გარე ხელი. ხშირად ეს ხელი მოქმედებს ბოროტის რახვებით, ხშირად მოქმედებს მათი გაგებით კეთილის რახვებით, ეხლა ჩვენ გავიხსენოთ იგივე თქვათ ჩვენი პარტნიორის აზერბაიჯანის დამოკიდებულება ქვეყნის შიდა საქმეების მიმართ, მაგრამ ჩვენთვის ამისგან ძალიან დიდი შეღავათი რა თქმა უნდა არ არის. მე ვფიქრობ, რომ ცალკეული განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ, არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების კუთხით ზღვარზე პრაქტიკულად. მე შეგნებულად არ ვამბობ შიდა საქმეებში ჩარებას, მაგრამ ზღვარზე არის და ეს ამ ხრივ ჩვენ თავს მოვიტყუებთ. და რა შეიძლება ამ ეტაპზე, ამ მოცემულობაში, აი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რა შეიძლება გაკეთდეს, რა არის საუკეთესო გამოსავალი? საუკეთესო გამოსავალი არის თუ ჩვენ საუბრობთ ჩვენს სამეზობლოსთან და მათი გაგებით კეთილის მსურველებთან ურთიერთობაზე. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი არის ის, რომ ქვეყანას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყავდეს პატრონი. მე მაგალითად ყოველგვარი სიმძაფრისა და ესკალირების გარეშე ჩვენ საუბარში დამჭა ასეთი წარმოდგენა, რომ დღეს გარე პერიმეტრზე ჩვენი ურთიერთობების ქვეყანას სანდო ჭირისუფალი და პატრონი საქართველოს ქმედითი წიგნიერი თავმოყარე და რესურსული ხელისუფლების სახით არ ყავს. ეს არის ის განცდა, რომელიც მე შემექმნა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი, ეს არის ძალიან სევდიანი, მაგრამ ეს არის ის ფაქტი, რომელსაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჯეოქეისის თავმჯდომარეს ვიქტორ ყიფიანს უსმენდით. ეკაბესელია მართლმსაჯულების სახლის თავმჯდომარე უნდა შემოგვიერთდეს. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.